საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს ელჩზე თავდასხმების შეწყვიტოს. ეს განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის ელჩსა და სხვა დიპლომატებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. ჰიპერმა ასევე განმარტა, რომ ევროკავშირის ნაბიჯები ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურ დონეზე ყველა კონტაქტის დაქვეითებით და მათთვის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის კი მხარდაჭერის შენარჩუნებით იწყება. დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები ევროკავშირის საქართველოს რეალობას ასახავს. ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, რომ თავისი სამუშაოს შესრულების გამო ჩვენს ელჩზე თავდასხმა შეწყვიტონ. ქართული მხარისგანაც ვიხილეთ სამწუხაროდ დეზინფორმაციის გავრცელების მასობრივი მცდელობაა და ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ადგილზე მიმდინარე მოვლენების, უდანაშაულო მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიისა და ძალადობის დამახინჯება. ამიტომ ჩვენი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შეესაბამება. დღეს თბილისის მერმა კახაკალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ პაվել ჰერჩინსკი ჩვეულებრივი რადიკალია და მას დიპლომატიურ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს. დიპლომატიურ საქმიანობასთან ნამდვილად არაფერი არ აქვს ამ ადამიანს. ჩვეულებრივი რადიკალი არის, ვინც ქვეყანაში ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, ვინც ემსახურება პოლარიზაციის გახმოვებას, რა თქმა უნდა, ყველა რადიკალია. ეს ადამიანები იმართებიან გარედან ფინანსდებიან. კახაკალაძის დღევანდელი განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროპელი დიპლომატის მისამართით გაკეთებული პირველი ბრალდება არ არის. მათ შორის 2025 წლის 4 ივნის ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ევროკავშირის ელჩის მოქმედებები კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არსებული ინტერესის გატარებისკენ არის მიმართული. ასევე 2025 წლის 27 მაისს ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში პაվել ჰერჩინსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ დიპლომატის მოქმედებები მიმართული არა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ თუ გაღრმავებისკენ, არამედ იგი ქართული ოცნების საწინააღმდეგო შინაარსს მოიცავს.